მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში, 17 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით. პენტაკლების ოთხიანი, თასების 10-იანი, არკანის სიკვდილი, არკანი პენტაკლების პაჟი და არკანი ხმლების რვიანი. უპირველეს ყოვლისა, მეგობრებო, აქ იქნება რაღაც გარკვეული არც სასიამოვნო რუტინული ენერგიებიდან გამოსვლა. ფიქრობთ ამ მეთანხმებით, რუტინა შეიძლება იყოს ორნაირი, როგორც სასიამოვნო, ასევე არასასიამოვნო, ხო? როდესაც ყველაფერი ერთი და იგივე წრეზე დატრიალებს, ერთი და იგივე მეორდება, ერთი და იგივე სიუჟეტები და ზუსტად ეს მომაბეზრებელი ენერგიები წავა თქვენი რეალობიდან. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეიძლება ეს მთლად სასიამოვნო არ იყოს. პირიქით, ეს შეიძლება სადღაც იყოს საკმაოდ მტკივნეული, არასასიამოვნოც. გარდა ამისა, აქ ხედავ იმას, რომ მადლიერები იქნებით სამყაროს მიმართ. თითქოს სამყარო გაჩვენებთ, რისთვის უნდა იყოთ მადლიერი და რეალურად რომ მეტი მადლიერება უნდა გასცეთ მისთვის. ამასთან ერთად ნახეთ, გარკვეული კომფორტის ზონის რისკები არის აქ. განსაკუთრებით ეს ეხება ფინანსებს, ან რაღაც გარკვეულ მატერიალურ ასპექტებს, ხო, ფინანსურ ენერგიებს და ნახეთ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა ისწავლოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში.